რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის 4615 ძეგლი გაანადგურა ან მნიშვნელოვნად დააზიანა. უკრაინის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2026 წლის ივლისის ბოლოსთვის ქვეყანაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 2625 კულტურული ინფრასტრუქტურის ობიექტი და 1990 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აგვისტოს პირველ კვირაში რუსულმა დრონმა გაანადგურა მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, წმინდა ნათლისმცემლის ეკლესია. ივნისში ასევე დრონმა დააზიანა კიევის მიზინების ტაძარი, რომელიც 1000 წლის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელშიც წმინდანების ნიშებია დაკრძალული. ასევე დაზიანდა უკრაინის ჩერნობილის ეროვნული მუზეუმის არტეფაქტების დაახლოებით 40%. დაზიანდა ჰინაუსის გალერეა, ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, კიევის მცირე ოპერა და უკრაინის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი. 25 ხელოვნების საგანმანათლებლო დაწესებულება განადგურდა და 171 დაზიანდა. 20 მუზეუმი განადგურდა, ხოლო 121 დაზიანდა. განცხადების თანახმად უკრაინაში კულტურული ინფრასტრუქტურის ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე კიევში ფრონტის ხაზთან ახლოს დაფიქსირდა. როგორც კულტურის მინისტრმა ტეტიანა ბერეჟნამ განაცხადა, რუსეთი უკრაინული კულტურის წინააღმდეგ სისტემურ ომს აწარმოებს, რათა წაშალოს მათი იდენტობა.